გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს. გზებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. დილის 10 საათიდან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან. პირველ ტურში ყანდაშვილმა 1283, ჩომახაშვილმა კი 1009 ხმა მიიღო. კენჭისყრა 19 საათზე დასრულდება, შედეგები კი 21 საათზე გამოცხადდება. დანია რუსეთს კიბერშეტევებშია დანაშაულებს. საუბარია დანიის სამთავრობო ვებგვერდებზე 2024-25 წლებში მომხდარ ჰაკერულ თავდასხმებზე. მედია დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ასეთი შემთხვევა ნოემბერში მოხდა. დასახელებულია კრემლთან დაკავშირებული იმ დაჯგუფებების სახელწოდებებიც, რომლებიც კიბერთავდასხმებს აწყობდნენ. უკრაინამ ფრონტისპირა რაიონებში 1000-ობით კილომეტრზე თავდაცვითი ნაგებობები ააგო. საუბარია ტანკსაწინააღმდეგო სანგრებზე, ეგრეთ წოდებულ დრაკონის კბილებზე და სხვა ტიპის გამაგრებებზე. ვიდეოს უკრაინის თავდაცვის მინისტრი აქვეყნებს და აცხადებს, რომ სამუშაოები კიდევ გრძელდება და თავდაცვითი ნაგებობები ყველა ფრონტისპირა რაიონში იქნება.